მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი სახელმწიფო კანცელარიაში საღამოზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფესტივალი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალი 2009 წელს დმანისში დაარსდა და ყოველ წელს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში იმართება. საღამოზე კულტურის სამინისტრომ 11 პედაგოგს საპატიო პედაგოგის წოდება მიანიჭა და ფულადი პრემიებიც გადასცა. ძალიან მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ ამ ძალიან ლამაზ პატარა ნიჭიერ ადამიანებს ეძლებათ ძალიან ნათლად წარმოაჩინონ ის მრავალფეროვნება, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარ სიძლიერეს და სილამაზეს წარმოადგენს. ჩვენ კულტურის სამინისტრომ ვიფიქრეთ, როგორ წაგვეხალისებინა ეს ფესტივალი და გადავწყვეტეთ, რომ დაგვეჯილდოვებინა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რაიონების სახელოვნებო სკოლების პედაგოგები. სახელმწიფო სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდები. იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ უფრო მეტ ენერგიას გვმატებს, უფრო მეტ ინტერესს გვიჩენს შრომისადმი და მარტო მე კი არა პირადად, აი ჩემი კოლეგების მიმართ, აი სთობიც კი ახტაცებულები არიან.